ახლოს მოდი. ხმა გესმის? ჩაკაფულის. თუხთუხის. დაპირებული ჩაკაფულით მოვედი, მეგობრებო. მოგესალმებით ყველას. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღსდგა და შეუდგეთ ეხა ჩაკაფულის გაკეთებას. მოკლედ ესე იგი, რაც მწვადის ვიდეო დავდე ორი კვირა არ მეძინა. რომ აი ეს სცენარი წარმოდგენილი მქონდა. მოკლედ დავიწყოთ ეხა ჩაკაფული, რა თქმა უნდა ბატკნის არის. ბატკანი კიდე 7-8 კილო მაქსიმუმ. აღჭირდება მწვანი, რომელიც უნდა გავრეცხოთ საგულდაგულოდ. გულში მთელი ღამე ამას ვრიცხავ. ესე იგი დავჭირდება ქინძი ბლომად, ტარხუნა რა თქმა უნდა ბლომად, მაგრამ ტარხუნას რაც შეეხება მე ტარხუნას აი უხეშ ღეროებს ვაცლი და ნორჩ ფოთლებს ვუტოვ. მწვანე ხავხი, ახალი ნიორი, ოხრახუში, ცოტა წიწმატი და წითელი ბოდიში მომითხოვია და მწვანე წიწაკა. რაც შეეხება ტყემალს, ტყემალი ამ ეტაპზე გვაქვს ქილის, რადგანაც ჯერ არ არის შემოსული, მაგრამ მე ვიშოვე ცოტაოდენი ალუჩაც და ამასაც გავუკეთებთ. ხო, მარილი არ დაგვაუწყდეს, დანო და ძმანო და დავიწყოთ დამუშავება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არის ყველაზე მაგარი ნაწილი, დუმა, რომელიც სულელად უნდა დავჭრათ და თოშ როგორც კახელება იციან ისე უნდა იმასოქა. კეთდა როგორ გაგვიძალიან და მეგობრებო? აქ თან მასტერ კლასებსაც ვიღებთ ხორცის დამუშავების. ჩემო კარგებო, ჩაკაფული თქვენს ფიქრებში რა ფერია, მეგობრებო? ბეჭი ამოვიღოთ, ბეჭი. აბა დაინახეთ როგორი ბეჭია. თოშ. ბეჭი ამოვიღოთ, მეგობრებო. აქ ახლო კადრები მჭირდება, უფრო ახლო კადრები, რომ ახლოდან გამოჩნდეს. ორი ბეჭი, ორი ბარკალი, ჩემო კარგებო. აი, ბატკნის მთელი მუღამი ეს არის, რომ ნეკნები ხელით უნდა გადატყდეს. ნეკნები, აბა დაინახე. მაგარი ბატკანია, მეგობრებო. 1, 2 გაგძელდა. იმას არ ვიმჩნევთ. 2 ნეკნზე კი არ გაჭრათ, გაჭერით 3 ნეკნზე, 4 ნეკნზე, რომ ადამიანი რომ შეჭამს ხორცი ცოტა მოდებაში იყოს, ჩემო. მოდი. ანახე, ახლოდან ანახე, როგორ უნდა ამოიღო ბარკალი. ნაჯახის გარეშე. აი ეს ამ ნაჭერს გაჭრა აღარ უნდა, ამას დაფიქრებაც ზედმეტი ამას. აი ნახეთ როგორი ხორცია, როგორი. აბა დამიწერეთ კომენტარებში, მეგობრებო, ამ ნაჭერს კიდე გაჭრიდით თუ არა. გავჭერეთ. გაგვიწვიმდა. ჰოპ, გადავასურით. იგი. შემდეგი პარტია. აი ესეთი ქორფა, წვანილი უნდა აიღოთ, ქორფა. მე გირჩევთ რომ აიღოთ სურნელოვანია, უფრო ქუთაისის წვანილი რა, უფრო არომატულია და უფრო გემრიელი ჩაკაფული გამოგივათ. გადმოვიტანოთ ისე დიდ ჯამში. ქინძი, მეგობრებო, რომელსაც დიდი სურნელი და არომატი აქვს. ხო, ნახეთ რა არის, ბიჭო. და ყველაზე მთავარი ინგრედიენტი, რომელიც არ მithქვამს და რატომ გამორჩა, არ ვიცი. ღვინო, მეგობრებო, ნამდვილი კახური ღვინო, რომელიც უხდება ჩაკაფულს. უხდება კი არა, მაგის გარეშე არც წარმოგვიდგენია ჩაკაფული. მე მგონი ამ ვიდეოში ყველაზე მეტი სიტყვა ითქვა ხო, თოშ, ბიჭო რა მაგარი. ტარხუნის ლიმონათი გამახსენდა ისეთი სუნია.
ბავშვობაში დარბოდით ხოლმე კიტრით და ტარხუნის ლიმონადით ქორწილებში. აი ამაზეა საუბარი. ნიორი წამოვიდა, ახალი ნიორი, მე რომ მიყვარს ის. ირმებისა გადმოსახედო, გახეთო ჩემო გახეთო. სიმღერა ჩემი ძლიერი მხარე არა, ასე რომ რაც არის ჩემი ძლიერი მხარე, იმას დაუბრუნდეთ. უხრახუში და წიწმატი და მე მგონი გავედით ბოლოში წიწაკა არ და გავიწყდეთ. უკენით მეგობრებო, უკენით. ჩაკაფულის აწყობას. ესე იგი ეს მწვანილი მოვათავსოთ თლიანად დიდ ჯამში, ქვაფში, რაც გაქვთ შესაბამისად. საკმარისი. ამ მწვანილს უღრებთ კარგად. კარგად უნდა ამოურიოთ, რომ ეს მწვანე ხახო, ნიორი, წიწაკა, წიწმატი, ქინძი, ოხრახუში, ტარხუნა ერთმანეთში კარგად ამოერიოს, ერთიანი მასა გახდეს. ეს არის მწვანილის პირველი ფენა. აი, კარგად ანახე, კარგად. მწვანილის პირველი ფენა შესაბამისად მოვიდა ბატკნის ხორცი. ჩავალაგეთ. ეს. ეს მომენტი სულ სხვა დამეთანხმებით. და რისთვის გქონდა თუ არა ამისთვის ჩვენ ბატკნის დუმა, დავჭრათ წვრილად და ესეც ერთფენად გაუშვათ. რაც თავარია ვიდეო სპონსორია კომპანია რაუტი, რომელიც აკეთებს кейთერინგის მომსახურებას. მოკლედ, ნებისმიერ ლოკაციაზე თბილისის და ზოგადად საქართველოს მასშტაბით მოგემსახურებით, მოვალთ ადგილზე, გაგიშლით ნებისმიერი სახის ფუშეთს გავაკეთებთ, ნებისმიერი სახის კვებას შემოგთავაზებთ. ეს იქნება ლანჩები, იქნება ტრადიციული კვება, იქნება არატრადიციული ფუშეტული გართობა, ღონისძიება, ივენთები, მოკლედ დაგვიკავშირდით. ინსტაგრამზე გამოიწერეთ რაუტის გვერდი, მე კი აქ დამოფოლოვით TikTok-ზე. ვაგრძელებთ ჩაკაფულის აწყობას, ტყემალი, ფენა, მოკლედ. ესე რა არის ბიჭო? მოკლედ მწვანილი უფრო ბევრია ვიდრე ხორცი მე მგონი. მაგრამ ჩაკაფული ხო ეგ ამბავია. მწვანილის კერძია. ხორცი ცოტა ბლომად ჩავდგოთ. შემდეგ ისევ იგივეს ვაკეთებთ. დუმით ისევ. ჩვენი არომატიზირებული მწვანილი. ბიჭო არის. ბიჭო. ამის მერე უკვე ვასრულებთ აწყობას და ბოლო ეტაპზეც ბლომად ხორცი გავუკეთოთ. აი ეს. არ დაინანოთ ჩემო მეგობრებო. აი ხორცი. სა. ცოტა მარილს უშვები. ხარშვის დროს. და მე ბოლოს საბოლოოდ ვსვამ მარილზე რა, გემოზე ვსვამ. ქართული კახური ღვინით. აბა გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღდგა მეგობრებო და მრავალ აღდგომის დღესასწაულს დაესწარით. აბა აი ხო რა ღვინოა. ეს სავარაუდოდ ამას არ ეყოფა. კიდე დავამატებთ და დავადგამთ ცეცხლზე. აბა დავდგათ ცეცხლზე. სადღაც მარილს ვაყრით. აი ეს ცოტა. სტანდარტულად. მარილი გემოვნებით. ახლოს მოდი. ხმა გესმის? ჩაკაფულის. თუხის. ჩაკაფვის ხმა თუ გესმის? სასწაული ჩაკაფული გავაკეთე. არასდროს არ გამოსვლი ესეთ თან ნერწყვებს ხლაპავ. ძალიან მაგარი. აქ მოდის ტარხუნის, მწვანილის, გაზაფხულის, კახეთის, ღვინის ყველაფრის არომატები ერთად. ერთ სივრცეში რო შემეძლოს გემოს
და სურნელის გადმოცემა აუცილებლად გადმოგცემდით რა. დადგა ის ეტაპიც, როდესაც უკვე ვეღარ იცმენ. ვერც ხორცის მოხარშვას და ვერაფერს. ერთი სული გაქვს, რომ შენ თებში მოთავსდეს ეს ყველაფერი. აბა. ეხლა უკვე აღარც ვიდეო გვაინტერესებს, არაფერი უკვე გადავდივართ. აი. ამაზე მქონდა საუბარი. ნეკნისა მოიღე, ნეკნისა. ძალიან მაგარია. პირველი ეტაპი არის აი ეს, რომ აი ეს ამბავი. თუ არ მომეწონება, მართლა არ ვიტყვი ტყუილად, რომ არ კარგი ან რამ. აუ! თელეზოში არის. აქ ხო ნისლია თან და თან ჩაკაფულის ნისლი მოდის რა. აი ხა ესე უნდა გავსინჯო თქვენის ნებართვით. გასტი რაღაც მიყურებ. მაგარი ფიქრი არ აქვს. მიდი. აბა გილოცავთ. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მეგობრებო, კიდევ ერთხელ ქრისტე აღდგა და მრავალს დაესწარით. ჩემო ქართველებო, ყოჩაღები იყავით მაგრები და შემდეგ ვიდეომდე. აუ რა არის ბიჭო. გამორთე ჭამა უნდა გავაგრძელო. გამორთე, აგე ნეკნისა უნდა გადავიღო, ნეკნის. ნახე როგორ ესლება ხორცს, ნახე. ეს უკვე უხერხული მომენტია. შემდეგ ვიდეოს დაელოდეთ მეგობრებო.